საღამო მშვიდობისა, ეს არის გადაცემა სათქმელი. მე ვარ ჟურნალისტი ირინა ყურვა და დღეს წარმოგიდგენთ. 5 წლისა და 8 თვის შემდეგ კრიტიკულმა არხმა მაუწყებლობას საბოლოოდ შეწყვიტა. რაც შეეწირა მთავარი არხი, ხელისუფლების კრიტიკას თუ მფლობელებს შორის უთანხმოებას. ციხეში რჩება საბჭოთა რეჟიმის შემდეგ პირველი პატიმარი ქალი ჟურნალისტი. რა მდგომარეობაშია მედია საქართველოში? კოორდინირებული ჩხრეკა შიშის დამკვიდრების მცდელობაა. არასამთავრობო სექტორი რეპრესიების მორიგ ტალღას უწოდებს საქველმოქმედო ფონდების ხელმძღვანელთა ბინებში შესვლას, სადაც პროცესს ოჯახის არასრულწლოვანი წევრი არ გაარიდეს. რა მიზანი აქვს პროკურატურას? არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა დილემად იქცა. პროცესში ჩართვა თუ ბოიკოტი. ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ამ დრომდე არ აქვს. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ყველაზე აქტუალური პროცესების ანალიზი გადაცემაში სათქმელი ირინა ყურვასთან ერთად. აქ იყო მთავარი არხი. მადლობა, რომ გვიყურებდით. მთავარი ხართ თქვენ. ასე დაემშვიდობა მაყურებელს მთავარი არხი. ტელევიზია მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყვიტა. არხმა არასრული 6 წელი იმუშავა. მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან ყველა გადაცემა შეჩერდა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა. მიზეზი ფინანსების არარსებობა გახდა. მთავარი არხის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით თანადამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა არხს ფინანსური კრიზისი ხელოვნურად შეუქმნა. 5 წელი და 8 თვე აქ მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი მაყურებელი. ქართული საზოგადოება და ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა, ღირებულებები, რომელთა გაღრმავებითაც ჩვენ არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ღირსეულ წევრად უნდა დავრჩეთ და გადავრჩეთ. ღირებულებები, რომლებსაც ასე დაუნდობლად ებრძვის და ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს ქართული ოცნება, წერია მთავარი არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამ ეტაპზე მხოლოდ ციფრული დეპარტამენტი, სოციალური ქსელები და ვებგვერდი განაგრძობს მუშაობას. სატელევიზიო არხი ეთერში ვერ დაბრუნდება, თუმცა ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა გვარამია ახალი არხის გახსნას არ გამორიცხავს. დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი. სხვანაირად არ და ვერ იქნება. ჯერა და ვიცი, მთავარია ქვეყანა არ დაიხუროს, თორემ მერე გინდა დახურე, გინდა გახსენი, აზრი არ ექნება არაფერს. დაწერა გვარამიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომელსაც კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ საკადრო წმენდაზე. გრიგოლ გეგელიას ინფორმაციით საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპული ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი უქმდება და სამსახურიდან 250 თანამშრომელს დაითხოვენ. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დაგეგმილ პროცესებს რეპრესიები უწოდა. სამინისტროდან ათავისუფლებენ ასობით თანამშრომელს, ვინც ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც ამ კეთილსინდისიერმა ადამიანებმა დაიცვეს საკუთარი სამშობლო, ეროვნული ინტერესი, ეროვნული უსაფრთხოება და საქართველოს ხალხის მიერ ისტორიულად დეკლარირებული საგარეო კურსი. სწორედ ხელმოწერის პასუხად ბოროტმოქმედი რეჟიმის ვასალმა ბოჭორიშვილმა გამოაცხადა ბართლომეს ღამე. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ღიად ჩადგა მტრის ინტერესების გატარების სამსახურში, რომლის დროსაც საქართველომ დაკარგა ყველაზე მეტი სტრატეგიული პარტნიორობა, ყველაზე მეტი დაფინანსება, ყველაზე მეტი მოკავშირე და ყველა ის შანსი და შესაძლებლობა, რაც ჩვენს სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს ისტორიულად ჰქონდა, განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა ცვლილებებს იწყებენ. რეფორმის შედეგად შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი. იგი გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს. თავის მხრივ ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება 4 სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ეფექტიან კოორდინაციას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ლიეტოვაში საქართველოს საელჩოს ყოფილი მდივანი გიორგი ყობახიძე აცხადებს, რომ საელჩოდან ერთობლივ პეტიციაზე ხელის მოწერის გამო გაათავისუფლეს. 2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე არაერთი საჯარო უწყებიდან ასობით საჯარო მოხელეა გაშვებული. ისინი ფაქტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ. კერძოდ, ქართული ოცნების 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას უკავშირდება, არაერთი საჯარო მოსამსახურე გაემიჯნა ხელისუფლების პოზიციას. ბევრმა საჯარო მოსამსახურემ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად გაავრცელა საჯარო განცხადება საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის ერთგულებასთან დაკავშირებით.
პროევროპულ აქციებზე ან მასთან დაკავშირებით დაკავებულთა სასამართლო პროცესები კი გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, რეზო კიკნაძე და სხვები კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ 4,000 ლარი დააჯარიმა კოალიცია ცვლილებებისთვის პრესამსახურის თანამშრომლები მირანდა ბაღათურია და ანა ყურაშვილი. მათ პოლიციისთვის მონისა და ცრუ მოწმის დაძახებას ედავებიან. თუმცა იურისტების განმარტებით საქმეში არ დევს მტკიცებულება, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებდა. ფაქტს გამოეხმაურა ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი. რეჟიმი საქართველოში აგრძელებს ოპოზიციის გაჩუმებას და დაშინების მცდელობას, დაწერა ევროდეპუტატმა პლატფორმა X-ზე. ჩვენ ყველა ამ საკითხზე და არა მხოლოდ მათზე ვიმსჯელებთ. დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან ნათია კუპრაშვილი, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ცკიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი, გია ნოდია, ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე. და ჩვენ შეგვიძლია საუბარი დავიწყოთ ქალბატონ ნათია კუპრაშვილთან, რომელიც შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობისა. მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ცხადია, მთავარი არხის დახურვით მინდა დავიწყო საუბარი ამ მართლა მძიმე ამბით, არა მხოლოდ მედიისთვის. ეს არხი ნამდვილად იყო ერთ-ერთი კრიტიკული და რეიტინგული არხი. მისი დადუმებით ზოგადად შეიძლება თუ არა ვიმსჯელოთ ქვეყანაში მედიის მდგომარეობაზე. ეს არის თუ არა რეალური ასახვა იმ მდგომარეობის, რაც ჩვენ მივიღეთ დღეს და ზოგადად რას ნიშნავს, აი თქვენი განმარტება როგორია, დღეს რას ნიშნავს არა მხოლოდ მედიისთვის, ზოგადად საზოგადოებისთვის რას ნიშნავს კრიტიკული არხის დახურვა. ირინა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მხოლოდ დღეს მედიასთან დაკავშირებით გქონდა, მე რაც დავთვალე, შეიძლება კიდე დამავიწყდეს 4 ამბავი. ერთი იყო მთავარი არხის მაუწყებლობის შეწყვეტა, მეორე იყო გადაწყვეტილების შეტყობინება, რომ რეალური სივრცე იხურება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მესამე იყო თქვენ მირანდა ბაღათურია ახსენეთ და ის ჩემთვის არის პირველ რიგში 5 ივლისს დაზიანებული და დაზარალებული ჟურნალისტი ყველაზე მეტად და მის პატიმრობას ითხოვდნენ დღეს. ასევე დღეს TV პირველის ოპერატორს დააკისრეს 2,000 ლარი ჯარიმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო. ასევე დღეს გახდა ცნობილი მეტას ანგარიში იმის შესახებ, რომ არასრულ ერთ წელიწადში 100-ზე მეტი მოთხოვნა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაციის გამოთხოვის მეტასგან, ანუ Facebook-ისგან და Instagram-ისგან, ძირითადად ამ პლატფორმებიდან და 100-ზე მეტი არნიშნავს 100 ადამიანს და 100 მეტ ადამიანს, უბრალოდ 100-ჯერ და უფრო მეტჯერ მიმართა საქართველოს ხელისუფლებამ ინფორმაციის გამოთხოვაზე და დაახლოებით 80% დაუკმაყოფილდა. ეს ყველაფერი ერთ დღეში გაგებულ, ანუ რომელ ამბავს უნდა ვუპასუხოთ, ანუ რომელი ამბავი უნდა განვმარტოთ. ჩვენს ირგვლივ ხდება ამბები, რომელსაც მედია ფიზიკურად ვეღარ წვდება. ადამიანებს უჭირთ ძალიან ბევრ ადგილას და იქ მედიები აღარ არიან, თუ არიან მხოლოდ სამთავრობო მედიები, რომლებიც აბსოლუტურად მრუდად წარმოაჩენენ ჯერჯერობით ეს ადამიანები, იქნება ეს ჭიათურაში, იქნება ეს ბაზრობებზე, საბაზრო დაპირისპირებები არა მხოლოდ ცეცხლის გაჩენის გამო, თუ გაჩენილი ცეცხლის გამო თბილისში, არამედ დაპირისპირებებია რეგიონებში. ანუ ხდება ერთგვარი გარჩევები, კრიმინალური გარჩევები ბაზრების რაღაცა მეპატრონეებს შორის სხვადასხვა ადგილას და ადამიანები ერთადაც რასაც ახერხებენ, იმიტომ რომ მედიას აღარ შესწევს დამოუკიდებელ მედიას, მთავრობისგან დამოუკიდებელ მედიას ამ შემთხვევაში ძალა რომ მივიდეს და გააშუქოს ყველაფერი ეს, იმიტომ რომ ესეთი მდგომარეობა შეიქმნა. თვითონ ცდილობენ ლაივში ჩართვას და მალე იმასაც აუგზავნიან, იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ რომ Facebook სტატისტების გამო ხალხს აჯარიმებენ, ხო? მე მგონი ერთი დღის აღწერაც ახლა უბრალოდ ჩამოვთვალეთ მოვლენები დღეს რა ხდებოდა, აქ ეხლა რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ, რას ვაკეთებთ, ხო? მთავარი არხი არის კიდე ცალკე საუბრის თემა, იმიტომ მთავარი არხი ძალიან საინტერესო მოვლენა იყო საერთოდ ჟურნალისტიკის და მედიის ისტორიაში, იმიტომ რომ ეს იყო არხი, რომელიც ძალიან მოკლე დროში
გავიდა ეთერში და დაამტკიცა, რომ თუ კი რამეს აქვს რეიტინგი, ეს რეიტინგი პირველ რიგში მიყვება ადამიანებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს, რედაქტორებს და ეს რეიტინგი გაყვა მთავარ არხს მას შემდეგ, რაც ეს ხალხი გამოუშვეს რუსთავიორიდან, უბრალოდ სტრატეგიულად ცოტა ისეთი გაყოფა და სამი კრიტიკული ოპოზიციური არხის გაკეთება, არ ვიცი, რამდენად გონივრული იყო საერთოდ, იმიტომ რომ ამ დროს ესე იგი გაიფანტა უფრო აუდიტორია ვიდრე სადმე შეკავშირდა და ამიტომ აი აქ კითხავთ ძალიან საინტერესოა ეს ახლა თქვენ რასაც ბრძანებთ ერთი და გიგანტი ტელემაუწყებელი რო შექმნილი იყო დღეს გადარჩებოდა თქვენ როგორ ფიქრობთ? არ ვიცი, მე საერთოდ არ მიყვარს პარტიებთან აფილირებული მედიები და ეს რაღაცნაირი გრძნობა მრჩება. მე უბრალოდ მინდა ვისაუბრო უფრო ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, რომლებიც ძალიან ძლიერი პროფესიონალები არიან თავის საქმის და ისინი თავისი ენთუზიაზმით ბევრ რამეს აკეთებდნენ წლების განმავლობაში და ამ ადამიანებით ბევრი ვინმე სარგებლობს. ოქუაშვილი იგივე, ვისაც უკავშირდება ახლა მთავარი არხის დახურვა, არ არის პირველი არხი, რომელიც მან დახურა. მანამდე იბერიასთან დაკავშირებით ვინმე მოთხოვა პასუხები, ანუ რამე კითხვები ისმევა საერთოდ, რომ რა ხდება მართლა ამ მფლობელებს შორის, როგორ ხდება ეს, ანუ რანაირად ხდება ამ არხების შექმნა, რანაირად ხდება მე ამ არხების დახურვა. კი ბატონო, ფაქტია ისიც, რომ ასეთი წარსულის მქონე ოქუაშვილი ხდება თანადამფუძნებელი, ძალიან სწორი აქცენტია და ესეც უცნაურია. რა იქ ჩვენი კოლეგები დატოვეს ხელფასების გარეშე და დღემდე დავები არ დასრულებულა. ანუ ჩვენ თუ არ ვისწავლეთ ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა, მედია მუშაკებმა ჩვენი უფლებების დაცვა და კითხვების იმდენი კითხვა მთავარ არხთან დაკავშირებით, ეს პირველ რიგში მთავარი არხის ჟურნალისტებმა უნდა დასვან. მე მათგან ველოდები, თუ კი ამბობენ რამეს აგრძელებენ, მათ უნდა განაგრძონ და მაგალითები უნდა აიღონ სხვათა შორის რეგიონული მედიიდან და მაუწყებლებიდან, რომლებიც ყოველთვის საკუთარ მეპატრონეებთან დაკავშირებით, საკუთარ მფლობელებთან დაკავშირებით პირველები სვამენ ყოველთვის კითხვებს. და მართლა აიღონ მაგალითი, ანუ თქვენ ახლა აჭარაში ხართ და ირინა თქვენ იყავით თავის დროზე TV25-თან დაკავშირებით და ისტორიები იქიდანაც გემახსოვრებათ, ხო? თვითონ აკეთებდნენ გამოძიებებს საკუთარ არხზე და მე ესეთი მაგალითები ცენტრალურ დონეზე არ მინახავს და ზოგადადაც თუ კი ეს ჟურნალისტები ახლა საქმეს რომ გააგრძელებენ და იმედი მაქვს რომ გააგრძელებენ და კვირდებიან რომ გააგრძელებენ, პირველ რიგში დასვან კითხვები, ან იბერიასთან დაკავშირებით რა მოხდა, ან შემდეგ რა მოხდა, რომ მუდმივად ეს წრეზე ტრიალი არ გქონდეს ყველა მხარეს პოლიტიკურ ველზე, ხო? და ერთმანეთში მონაცვლეობა მე ამ ფიგურების და ანუ როცა ვლაპარაკობთ რომ სისტემა გვაქვს შესაძლებელი, ეს სისტემაც გვაქვს შესაძლებელი, რომ ჟურნალისტების ხარჯზე და ადამიანების ხარჯზე, ვისაც უყვარს თავისი პროფესია, უნდა რომ თავის საქმე აკეთოს, პოლიტიკოსები მუდმივად ხელს არ უნდა ითფობდნენ და როცა ჟურნალისტები შეძლებენ საკუთარი უფლებების ნორმალურად დაცვას, მერე უფრო მოახერხებენ რაღაცის გაკეთებას, რომ ისე არ გქონდეს ახლა ერთ დღეში არა მხოლოდ არხი დახურული, არამედ სხვაგან გადაცემები დახურული და კიდე სასამართლო დარბაზში მსჯავრდებული სკამზე კი ბატონო, აი თქვენ ხაზი გაუსვით, რა თქმა უნდა, რამდენიმე ამბავი დაუკავშირდა მედიას და ცხადია, მეც ვაპირებდი თავიდანვე გვერდს ვერ აუვლით ნინო ზაუტაშვილს და რეალურ სივრცეს. თითქოს ნინოს გაშვებით რაღაცნაირად ისიც ალბათ ებღაუჭებოდა იმედს, რომ თვითონ გადაცემა არ დაიხურებოდა, მაგრამ დღეს თავადვე გაავრცელა ინფორმაცია ამის შესახებ. არ შეიძლება გვერდი ავუაროთ, როგორ გამოიხმაურებით თქვენ ამას, ეს რისი მანიშნებელია და პერსპექტივაში რა ელის მედიას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, დიდი ხანია უკვე პარლამენტში შეზღუდული აქვთ განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს თავისუფლად პროფესიული მოვალეობის შესრულება. ელისო ჯარიაშვილი იყო ბოლო, ვისაც ერთი თვით ახლა შეუჩერეს აკრედიტაცია არასასურველი კითხვების დასმის გამო. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე აღვიქვამთ ამას და საზოგადოება რჩება ასეთი მოცემულობის წინაშე, რომ მას არ აქვს კითხვებზე პასუხები, იმ კითხვებზე, რომლებიც მართალია დისკომფორტს უქმნის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ნებისმიერ დეპუტატს, მაგრამ საზოგადოებას აქვს სრული უფლება მიიღოს ამ კითხვებზე პასუხები.
ირინა, პირველ რიგში თქვენ რაც თუნდაც შესავალ სიტყვაში გქონდათ აბსოლუტურად ზუსტად გადმოცემული და ეხლა რასაც ბრძანებთ, ყველაფერი იყო ერთგვარად წინასწარ გამოცხადებული შევიწროების თქვათ ქრონიკა. ჩვენ ყველაფერი ის რაც თქვენ თქვით, მათ შორის რეალური სივრცის როგორც გადაცემის დახურვა ვიცოდით, რომ ესე მოხდებოდა. ანუ ამ მგონია რომ თვითონ ნინოსთვისაც ყოფილიყო უცხო, ის ცდილობდა გადაცემის შენარჩუნებას, მათი პოზიცია იყო ძალიან სწორი, რომ შიგნით ცდილობდნენ ემუშავათ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანები საჯარო მოხელეებზე ყვებოდით ახლა. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები ჩებოდნენ თავის პოზიციებზე და არ სრულებდნენ მოვალეობას ქვეყნის საკეთილდღეოდ, როცა მათ ზუსტად ესმის, რას ნიშნავს ქვეყნისთვის კეთილდღეობა, ხო? ამიტომ ეს ადამიანები რო ცდილობენ რაღაცა სივრცეების შენარჩუნებას, გადარჩენას, უბრალოდ ჩვენ ასევე ვიცით როგორი არის ამ შემთხვევაში ანტიდემოკრატიული ძალების და ანტიქართული ძალების, პირდაპირ დავარქვათ, არაქართული ანტიქართული ძალების გეგმები, რომ აუცილებლად მოხდება ამ სივრცეების შევიწროება, ამ სივრცეების დახურვა. უბრალოდ ამასთან ახლავს მეორე მდგომარეობა, რომელიც ასევე გვაქვს და არ შეიძლება რომ დაგვავიწყდეს. ყავს ცალკე საზოგადოება, რომელიც არის უაღრესად გადაღლილი, უაღრესად ფრუსტრირებული და მდგომარეობა აქვს ისეთი, რომ ხანდახან არც უნდა მოისმინოს სიმართლე. ანუ ის იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ ხანდახან გეჩვენება, რომ ურჩევნია, რომ ტყუილებს ასმენინებდნენ ან არ ასმენინებდნენ სხვების პრობლემებს, რომ ცოტა ხან მაინც ფსიქიკური ჯანმრთელობა შეინარჩუნონ, ხო? არ ვიცი, შეიძლება ამით განვმარტოთ ის, რომ მაგალითად მგრძნობელობა მედიის საკითხებისადმი ნაკლები აქვს დღეს საზოგადოების რაღაც ნაწილს. მგრძნობელობა მაღალია, უბრალოდ ეს მგრძნობელობა არის გაფანტული. როცა ჩვენ საუბრობდით მათ შორის დასაწყისში, როცა ვთქვი სამი ცალ-ცალკე ოპოზიციური არხის გაკეთებაზე, მაგ შემთხვევაშიც ვის გეგმაში შედიოდა, მე არ ვიცი, მაგრამ ეს ხელისუფლებას აწყობდა პირველ რიგში, რომ ასე შექმნილიყო ბევრი არხი. ხელისუფლებას აწყობს ის, რომ ეხლა მთავარი არხი აღარ მაუწყებლობდეს, ხო? ანუ ბევრი კითხვები არსებობს, მათ შორის ოპოზიციაში მყოფ ძალებთან დაკავშირებით, თუ ვის მუშაობენ ისინი რეალურად. ეს კითხვები უნდა დასვას სწორედ ჟურნალისტებმა. ადამიანების ნდობა კი არ არის შემცირებული. ადამიანების ნდობა არის გაფანტული. ადამიანების მონდომება არის გაფანტული. და ყველა დღესაც რომ გადახედოთ, ყველა თავ-თავის ბრძოლას იბრძვის. ვიღაცა ვაგზლის ბაზრობაზე ცდილობს თავისი ბოტასი მოძებნოს ყუთში, რომელიც არ დამწვარა და ბოტასი გამქრალია. ვიღაცა ჭიათურაში ცდილობს რომ ამდენი ხანი რომ შეებოდა აპროტესტებდა, ეხლა რომ დაჭერილია და დანარჩენები გაყენებული არიან გზას რომ დაიჭრონ. ვიღაცა ქუთაისის ბაზრობებზე ერთმანეთს რო წყვეტენ, იქ ცდილობს თავისკენ ყველგან ცდილობენ ადამიანები რაღაცა სამართლის პოვნას, უბრალოდ გაფანტულია ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში კი ბატონო, აი რომ შევაჯამოთ, დიახ, რომ შევაჯამოთ აი მედიის წინაშე არსებული გამოწვევები დღეს, არ ვიცი, უიმედოდ დავასრულოთ, არ მინდა, გამოსავალს რა შეხედავთ? აი მედიას ესე ცალკე განყენებით მედიას და საზოგადოების განმოწყვეტილს და დემოკრატიული პროცესებისგან ვერასოდეს განვიხილავ. მედია არის ის, რაც აძლიერებს დემოკრატიას და მედიის შეზღუდვა თავისთავად ზღუდავს დემოკრატიას ქვეყანაში და ეს არ არის ჩემი პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩემზე ჭკვიანი ადამიანები და მედიის ამიტომ გამოსავალი რაღაცნაირად რა შეხედავთ თქვენ გამოსავალს? ნახეთ, მედიის შეცდომა იყო და მედიის როლი არ არის პოლიტიკის როლი. ისევ როგორც სამოქალაქო სექტორის როლი არ არის, რომ პოლიტიკოსები ჩაანაცვლონ. თავარი პრობლემა მაინც არის პოლიტიკურ ძალებში. თავარი პრობლემა გამოსავალი არის ის, რომ ჩანაცვლდეს, შეიცვალოს, განახლდეს პოლიტიკური ძალები ამ ქვეყანაში, რომ ყველამ თავისი ფუნქცია შეასრულოს. საზოგადოებაც ვერ ჩაანაცვლებს პოლიტიკურ ძალებს და ვერც მედიამ არც უნდა ჩაანაცვლოს პოლიტიკური ძალები. ამას რომ შეუწყოს ხელი მედია უნდა დაუბრუნდეს ნაწილობრივ, იმიტომ რომ ჩვენი ძალიან ბევრი კოლეგა არის დღეს ძალაუნებურად გასული თავისი ამ თავარი ფუნქციიდან. პროფესიული სივრციდან. რა თქმა უნდა, რომ დასვან კითხვები, მათ შორის პირველ რიგში ხანდახან მგონია, რომ ოპოზიციური ძალების მიმართ. რომ მათ მოვთხოვოთ პასუხები, რატომ ხდება ის, რაც ხდება, იმიტომ რომ ამას აქვს ორი ახსნა, ან საქმე გვაქვს ძალიან ბევრ სასარგებლო იდიოტთან ერთად აღებულთან, ან საქმე
საქმე გვაქვს შეკრულ ადამიანებთან, რომლებიც უბრალოდ აბიტურებენ საზოგადოებას და ეს უნდა დაისვას ეს კითხვები, რომ გარჩევა მოხდეს და გადახალისება მოხდეს. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ მედია და უნდა დაუბრუნდეს თავის პროფესიულ სივრცეს და არ უნდა ჩაანაცვლოს არც ერთი პოლიტიკოსი. ძალიან მოკლედ ვიტყვი ფინანსებზე, მედიაში ბევრი რამ არის დამოკიდებული ფინანსებზე, მაგრამ არა ყველაფერია დამოკიდებული ფინანსებზე. მე და თქვენ ნამდვილად ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ პროფესიაში არიან მხოლოდ პროფესიული ინტერესების გამო და ცდილობენ თავისი პური ჭამონ სხვა ტიპის შემოსავლებით. ასეთებს ვხედავ ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრს, ამიტომ არ მგონია რომ ყველაფერი მაინც და მაინც ამ კანონებზე ან შემოსავლებზე იყოს დამოკიდებული. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გალბატონ ნათია. საინტერესოა თუ შეძლებს რომელიმე მედია ან სხვა ჩვენი კოლეგა ამ გვერდითი ფინანსების მოძიებას ისე რომ არ ასწდეს პროფესიულ მოვალეობას, რაც დარწმუნებული ვარ არც ერთი ჟურნალისტის ინტერესში არ შედის. მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა ანალიზისთვის. ჩვენ ვუსმენდით ნათია კუპრაშვილს, იგი ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორია. ახლა უნდა ვისაუბროთ იმ კოორდინირებულ ჩხრეკაზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელმძღვანელების სახლებში ჩატარდა. ერთ-ერთი იყო ალეკო ცქიტიშვილი, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელია, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ასევე იმყოფებოდნენ ტელეწამყვანისა და ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ასევე აქტივისტის მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელ ბინებში. ამ ორ შემთხვევაში პროცესებისგან არ გაურიდებიათ სახლში მყოფი არასრულწლოვანები. და ბატონი ალიკო ჩაგვერთა უკვე პირდაპირ ეთერში საღამო მშვიდობისა. მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. გესმით ჩემი ხმა ბატონო ალიკო? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა შეფასება გთხოვოთ, რას ემსახურებოდა და რა რეალურ მიზანს ისახავდა ერთგვარად სინქრონული ჩხრეკა სხვადასხვა არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელების სახლებში. თქვენ როგორ აღიქვამთ ამ პროცესს, რაც 2 დღის წინ მიმდინარეობდა? ეს არის საერთო სცენარის ნაწილი, რაც უკვე 1 წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, იქიდან მოყოლებული, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო რუსული კანონი და დაიწყო პირდაპირ შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ისე მედიის ფაქტობრივად. ეს არის რუსეთში დაწერილი სცენარი, როდესაც მიზანი ხელისუფლებას აქვს, რომ სწორედ რუსული სცენარით გაანადგუროს საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ასევე მედია. ეს არის მთავარი პრობლემა, სწორედ ამ მიმართულებით მიდის ხელისუფლება და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღე ხდება მედიის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეზღუდვა, სამოქალაქო აქტივისტების შეზღუდვა, რომლებიც წინააღმდეგობის მოძრაობაში არიან ჩართული და გამოხატავენ პროტესტს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. დღე არ გავა რომ ან ვინმე არ დააჯარიმონ, ან ვინმეს თავს არ დაესხან, ან რაღაცა ინციდენტი არ მოხდეს. ეს ჩხრეკაც იყო ერთ-ერთი ნაწილი. ეს არის თან ამავე დროს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, ეგრეთ წოდებული, რომელიც აღძრულია იმ ფონდების წინააღმდეგ, ვინც აფინანსებდა სამოქალაქო აქტივისტების. ბატონო ალეკო, აქ ჩაგეკითხები და მაყურებლისთვის დავაზუსტებ. საბოტაჟის უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებაო ასეა მოკლედ ფორმულირებული ეს ბრალი. და ამ ბრალის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება და ეს დაყადაღებაც სწორედ რასაც თქვენ ბრძანებთ. აი, ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, თვითონ ამ ფორმულირებაზე რა სიტყვით, რა შეიძლება საერთო კონდეს, მაგალითად თქვენი ორგანიზაციის საქმიანობასთან. აი, რატომ აღმოჩნდით ეგრეთ წოდებულ შავ სიაში? ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა ყველასთვის ცნობილია, ადამიანის უფლებათა სახლი, ვის წინააღმდეგაც არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, აერთიანებს რამდენიმე უფლებადამცველ ორგანიზაციას, რომლებიც თავიანთი საქმიანობით
ცნობილი არიან და 20-30 წლის წინ დაარსდნენ და ყველა ხელისუფლების საქმიანობის დროს იცავდნენ ადამიანის უფლებებს, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდნენ და მათი საქმიანობა ყოველთვის იყო გამჭვირვალე ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც არის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი 1996 წელს დაარსდა და ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, სრულად გამჭვირვალედ ახორციელდება ეს პროექტები. ძირითადად ეს არის უფასო იურიდიული დახმარება, მონიტორინგი, სხვადასხვა უფლებადარღვევების, ასევე მედიის მხარდაჭერა და სხვა ისეთ პროექტები, რაც ზოგადად უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობის ინტერესშია. ის რომ ჩვენ ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი დავაარსეთ, გულისხმობ სახლის წევრმა ორგანიზაციებმა და ადამიანის უფლებათა სახმა დავაარსეთ ფონდი იმ მიზნით, რომ ირღვეოდა პირდაპირ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ რეჟიმით დაზარალებულ სამოქალაქო აქტივისტებს, ვისაც ეკისრებოდა ეს დიდძალი ჯარიმები, გარკვეული შეღავათი ჰქონოდა. ჩვენ ქონდა ესეთი მიდგომა, რომ როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება იქნებოდა გამოტანილი, ის უნდა გასაჩივრებული იყო სააპელაციო სასამართლოში და მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში მითიდებულ სახაზინო ანგარიშში რიცხავდით თანხას, არსად ეს თანხა სხვაგან არ ირიცხებოდა. ჩვენი ასე ვთქვათ, შემომწირველები იყვნენ TBC ბანკი, საქართველოს ბანკი, საქართველოს სხვადასხვა მოქალაქეები და ის ბრალდება, რომ თითქოს უცხოეთ და რაღაცა შეთქმულებას ვამზადებდით და რაღაცა ეს საბოტაჟი კიდე საერთოდ რაღაც თვითონ მათი საქმიანობას ნაწილი უფრო არის, ისეთი საბოტაჟი მოუწყვეს ქვეყანას, როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა დააბრუნეს რუსეთის უკანა ეზოში და სრული კატასტროფისკენ მიაქანებენ ქვეყანას, როცა წინ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის წევრი გამხდარიყავით სულ რამდენიმე წელიწადში და ვის ელაპარაკებიან საბოტაჟზე საერთოდ, როდესაც ესეთი დანაშაულებრივი ქმედებებით პირდაპირ ქვეყნის ღალატზე აწერენ ხელს. ბატონო ალეკო, აი სხვა ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პუტინის და დუგინის ბოდვებს ზოგადად. აი სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებით და თუთიყუშებივით იმეორებენ ერთ და იგივეს. თუ გესმით ჩვენი ხმა, სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ ბატონო ალეკო. აი ბრალის ასეთი ფორმულირება რამდენად სწორია, რომელიმე მათგანთან თქვენ ცხადია გაქვთ ურთიერთობა ერთმანეთთან? საზოგადოება მიცის, რომ თქვენი ფონდის გარდა დაყადაღებულია ნანუკას ფონდი, სირცხვილია პროსპერიტი ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ზე. მოკლედ რა შეიძლება ითქვას ამ ბრალზე, თქვენ ისაუბრეთ ახლა თქვენი ფონდის პერსპექტივიდან, სხვებთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ, რამდენად სწორია ასე განსაზღვრა და არის რაიმე კითხვის ნიშნები, რითიც შეიძლება გამართლდეს ეს უფრო ფართო პროფილის ნანუკას ფონდი უფრო ფართო პროფილის ფონდია და ძალიან სასიკეთო საქმეს აკეთებდა, ის ეხმარებოდა როგორც აქტივისტებს ჯარიმების გადახდაში, ასევე სხვადასხვა დავალიანების დაფარვაში. ეს განსაკუთრებით ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ რეჟიმის სინდისის პატიმრებს უწევდა დახმარებას, გადაეხადათ გადასახადები, იმიტომ რომ ოჯახის წევრები, რომლებსაც გარკვეულ სამუშაო ჰქონდათ, ხელფასს იღებდნენ და თავიანთ ოჯახის საბანკო დავალიანებებს ფარავდნენ და არჩენდნენ ოჯახებს, ისინი აღმოჩნდნენ ციხეში, ისინი არიან რეჟიმის პატიმრები დღესდღეობით და სინდისის პატიმრების დასახმარებლად ნანუკა ახდენდა თანხების მობილიზებას და ურიცხავდა ამ ოჯახებს, რათა გადარჩენილიყო ამ რეჟიმის პირობებში. არაფერი უკანონო საქმიანობა აქ არ არის. ეს არის სოლიდარობის გამოხატულება, როდესაც ხალხი ეხმარება ერთმანეთს, ეს ფონდები იქნება იმისთვის, რომ ხალხმა ამ რეჟიმის მსხვერპლებს გაუწიოს დახმარება. არანაირი საბოტაჟი მანდ არ არის საერთოდ თუ აქვს წარმოდგენა საბოტაჟზე პირველ რიგში შეხედონ თავიანთ საქმიანობა გაიაზრონ და ისინი დადგება დრო, რომ სწორედ ამ საბოტაჟისთვის, რაც ქვეყანას მოუწყვეს, პასუხს აგებენ.
და რომ შევაჯამოთ ბატონო ალეკო, აი ხა თქვენ ისაუბრეთ სხვა ფონდებთან დაკავშირებითაც რეალური მიზანი რა შეიძლება ყოფილიყო თქვენ როგორ აანალიზებთ ამ პროცესებს, არა მხოლოდ ჩხრეკას, არამედ დაყადაღებიდან დაწყებულ პროცესებს და უფრო ადრე, იმიტომ რომ ჩვენ ამ ეთერში თქვენთან არაერთხელ გვისაუბრია, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებები იყო, როდესაც არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციები მოინიშნა მტრად და ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილავდით ამ თემებს. ამიტომ შედეგი რა შეიძლება ყოფილიყო და რეალურად რა შედეგი მივიღეთ. ეს დაშინების მცდელობა რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა? კი, რა თქმა უნდა, ეს არის დაშინების მცდელობა და სწორედ თქვენ თვითონვე აღნიშნეთ, რომ გარკვეული პროცესის ნაწილია, ეს გრძელდება უკვე 1 წელზე მეტია და ითვალისწინებს, რომ გარკვეული სცენარით გაანადგუროს ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმმა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ასევე მედია, ახლა ხანს დაანონსებულია და უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, რომ ოპოზიციური პარტიელებიც უნდა აიკრძალოს, ფაქტობრივად ქვეყანა მიყავთ რუსული ოლიგარქიული დიქტატურისკენ, თუმცა ეს საქართველოში არ გამოვა, იმიტომ რომ საქართველო არ არის არც რუსეთი და არც ბელარუსი. საქართველო არის შემდგარი დემოკრატიის ქვეყანა, სადაც ხალხს ესე ადვილად ვერ დააჩოქებს რუსული რეჟიმის მსახურები. აი ეს სექტასავით ჩამოყალიბდნენ ფაქტობრივად რამდენიმე ადამიანი, რომელიც ემსახურება ივანიშვილის რეჟიმს, ყოველდღიურად ტელევიზიის ეთერით თავიანთი პროპაგანდისტული არხებით საზოგადოებას უმღრევენ ტვინს, ისე აჯერებენ, რომ თითქოს რაღაცა deep state არსებობს, იქ რაღაცა უცხოეთიდან შეთქმულება მზადდება. ეს არის ის ბოდვები, რასაც დუგინი, პუტინი და რუსი პროპაგანდისტები თავიანთი არხებით ავრცელებენ და ესენი ესე ადგილობრივ ბაზარზე ცდილობენ, რომ საზოგადოება შეასაღონ ეს ბოდვები და ცდილობენ, რომ ეს საზოგადოება მოამზადონ იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას რუსული ყაიდის ოლიგარქიული დიქტატურა. ეს მიზანი ვერ შესრულდება, ქართველი ხალხი საბოლოოდ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ალეკო, მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა და გემშვიდობებით. ჩვენ მოვისმინეთ ალექსანდრე ცქიტიშვილის მოსაზრებები, ბატონი ალეკო ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელია. ჩვენ ახლა შეგვიძლია საუბარი განვაგრძოთ ბატონ გიანო დიასთან, ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობისა ბატონო გია, მადლობა თქვენი დროისთვის. ბატონ გია, ასე მინდა დავიწყო თქვენთან ინტერვიუ. ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი გიორგი კობახიძე წერს, რომ საპროტესტო პეტიციაზე ხელის მოწერის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია საკადრო წმენდაზე, ასე შეაფასეს ყოველ შემთხვევაში ოპოზიციაში, ის რაც იგეგმება საგარეო საქმეთა სამინისტროში და რეორგანიზაციის მანტიით, რეალურად ეს იქნება პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებიო, ითქვა დღეს. ჩვენ ასევე მოვისმინეთ, ნახეთ ინფორმაცია, რომ დაგეგმილი ცვლილებები არ უარყო უწყებამ, თუმცა რა თქმა უნდა არ ეთანხმება ასეთ შეფასებებს. რას ფიქრობთ თქვენ იმ ფონზე, როდესაც საჯარო სამსახურებიდან ასობით თანამშრომელია უკვე დათხოვნილი და ახლა რეფორმად წოდებული პროცესები იწყება საგარეო საქმეთა სამინისტროში, რეალური საფუძველი რა არის ამის და რას მიიღებს ქვეყანა საბოლოოდ? გასაგებია, რომ თავარი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება ნერვიულობს, ბიძინა ივანიშვილი ნერვიულობს, მან მიიღო ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის სრულიად მიუღებელი გადაწყვეტილებები, ანუ შეცვალა პოლიტიკური კურსი და ამით დაუპირისპირდა საზოგადოების უმრავლესობას, ბუნებრივია მიიღო პროტესტი და ეს ნიშნავს საფრთხეს მისი ძალაუფლებისთვის და მისი ასე ვთქვათ, ტაქტიკა, სტრატეგია, ქმედებები დაიყვანება იმაზე, რომ უვნებელყოს ნებისმიერი პოტენციური თუ აქტუალური საფრთხე და საფრთხე ის ხედავს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში
ოპოზიციაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, დამოუკიდებელ მედიაში, მაგრამ ასევე ხედავს საფრთხეს იმაში, რომ თვითონ, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ინსტიტუტები, საჯარო სამსახური შეიძლება მისი ერთგული არ იყოს. ის მოითხოვს აბსოლუტურ ერთგულებას და თulis, რომ საჯარო მოსამსახურე ავტომატურად პოლიტიკურად მისი ერთგული უნდა იყოს, რაც რა თქმა უნდა არასწორია, მაგრამ ის ასე თulis და ამიტომ ის ხან დაუპირისპირდება არასამთავრობოებს, ხან ცდილობს ოპოზიციის აკრძალვას, ხან წმენს პარალელურად საჯარო სამსახურს. ბოლო თვეებში ამას უყურებთ, ასე რომ, ახლა ბოლო დღის, ასე ვთქვათ, ახალი ამბავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს გაწმენდა გადაწყვიტეს, იმიტომ რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ახლა ტრადიციულად თან ისეთი თანამშრომლები არიან, რომლებიც აღზრდილი არიან, ასე ვთქვათ, პროდასავლურ კურსზე და ასე ვთქვათ, წლების განმავლობაში იცავდნენ რეალურად ამ კურსს და ხელისუფლებამ შეცვალა ეს კურსი, ხო, უარყო ეს კურსი და შესაბამისად ის როგორც ჩანს არენდობა განსაკუთრებით არენდობა სწორედ ამ უწყებას. კი ბატონო, აი პარტიებთან დაკავშირებითაც მინდა კითხოთ ცხადია. თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული და გეგმილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, საზოგადოება მიცის, რომ ნაციონალურ მოძრაობას ერჩოდა განსაკუთრებით და ერჩის ხელისუფლება და მასთან აფილირებულ პარტიებს გაუქმებას უპირებდა, თუმცა ბოლოს გავიგეთ იმის შესახებ, რომ აღარ აპირებს აკრძალვას, პირიქით რაღაცნაირად უნდა მოხდეს ამ პარტიების ჩართვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. როგორ ფიქრობთ, რატომ გადაიფიქრა და რატომ გახდა ლოიალური თუ კი ეს რეალური დამოკიდებულება, თუნდაც დროებითი პარტიების მიმართ, პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების მიმართ ხელისუფლება? მე არ მგონია, რომ გადაიფიქრა, უბრალოდ გადადო, ასე ვთქვათ, ყოველშვაში ასე ლაპარაკობს თვითონ ხელისუფლება, მათ არ შეუძლიათ გადაწყვეტილება და მოლოდინსაც გამოთქვამენ, რომ კონსტიტუციური სასამართლო, საკონსტიტუციო ბოდიში სასამართლო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში, მაგრამ რაღაც გადაიფიქრეს იმ თვალსაზრისით, რომ ჩათვალეს, რომ მათთვის უკეთესია, რომ ოპოზიციურ პარტიებს უფლება ჰქონდეთ, რომ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. ეს რაღაც ტაქტიკური ეშმაკობაა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის, არ ვიცი რატომ გადაწყვიტა მან ასე, მაგრამ შესაძლოა ის ხედავს, რომ ოპოზიციური პარტიებში არ არსებობს ერთიანი აზრი იმაზე მიიღონ თუ არა მონაწილეობა, ვიღაცა მიიღებს, ვიღაცა არა და ამით ასე ვთქვათ, დადასტურდება ხალხის თვალში ოპოზიციის სისუსტე. ასე შესაძლებელია ეს იყოს ბიძინა ივანიშვილის ანგარიში. კი ბატონო, უფრო მეტ სიღრმეში მინდა გთხოვოთ შესვლა ამ საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კალენდარულ არჩევნებამდე 6 თვეა დარჩენილი, უკავშირდება ამ არჩევნებს განსაკუთრებით პატიმრობაში მყოფი ადამიანების ოჯახების წევრები, ახლობლები, მხარდამჭერები შფოთავენ იმასთან დაკავშირებით, უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მონაწილეობა. ჩვენ გვესმის განსხვავებული შეფასებები, ერთი მხრივ რომ ეს იქნება ქართული ოცნების დღის წესრიგის შესრულება და მათ ინტერესზე მორგებული ქმედება, მაგრამ მეორე მხრივ ისმება კითხვები, მაშინ რას ეუბნება თითოეული პოლიტიკური პარტია თავის ამომრჩეველს, რომელსაც ჯერ ხმების დაცვას დაჰპირდა და ფაქტია რომ ეს არ გამოვიდა. ახლა პირდება რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნას მიაღწევს, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა ასეთი რომ ესეც არ არის ხო დღეს მიღწეული. ასე რომ მინდა გთხოვოთ ანალიზი ორივე შემთხვევისა, რა უფრო არის დღეს მომგებიანი საზოგადოებისთვის, ამორჩევლისთვის ის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ისინი არ დარჩნენ მხოლოდ ერთი გუნდის, ყოველ შემთხვევაში ერთი ინტერესების პარტიების ამარად ბიულეტენზე, თუ ის, რომ ბოიკოტს ემხრობა მაგალითად ორი კონკრეტული პარტია. თქვენი ანალიზი როგორია? მე მესმის, რომ ეს ობიექტურად ძალიან რთული დილემაა, თუ არ იღებ მონაწილეობას არჩევნებში, თუმცა შეგიძლია ეს რაღაცნაირად
მიწევს პოლიტიკური პარტიების მარგინალიზაციას, აბა ისთვის არის პოლიტიკური პარტია, აბა რას აკეთებს პოლიტიკური პარტია თუ არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას და როგორც ჩანს ეს შიში არსებობს ზოგიერთ ყველა პოლიტიკურ პარტიაში ალბათ და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ერთ ნაწილშიც, მაგრამ მეორე მხრივ რა თქმა უნდა ეს გარკვეულად არალოგიკური ნაბიჯი იქნება ახლა მონაწილეობა არჩევნებში, როდესაც გამოაცხადე რომ არჩევნები მოვიგეთ, მაგრამ დაგვართვეს, არაფერი არ შეცვლილა უკეთესობისკენ, ანუ არაფერი არ მიგვანიშნებს იმაზე რომ რა თქვა შემოდგომაზე არჩევნები უკეთესად, უფრო სამართლიანად ჩატარდება და ამავე დროს მიმდინარეობს აქციები ახალი არჩევნების მოთხოვნით, ანუ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. ასე რომ ასკარად წინააღმდეგობაშია ეს ამ საპროტესტო მოძრაობასთან და სამართლიანი ასე ვთქვათ ვარაუდია რომ არჩევნებზე ყურადღების გადართვა რაღაცნაირად ჩაკლავს ამ საპროტესტო მოძრაობას. ასე რომ დილემა ასეთია, პირადად მე ვთვლი რომ ახლა ნებისმიერი გადაწყვეტილება სასურველია რომ იყოს მთლიანი ოპოზიციის, ანუ ან მთლიანად ოპოზიციამ გადაწყვიტოს რომ რაღაცა მიზეზების გამო მან გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, ან ასევე მთლიანად ოპოზიციამ, ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც მაგალითად ერთხმად მიიღო პარლამენტის ბოიკოტის გადაწყვეტილება ბოლო არჩევნების შემდეგ, ასევე გადაწყვეტილება მიიღოს, რომ ვთქვათ, არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ შეიძლება ზოგმა მიიღოს და ზოგმა არა და ეს ჩემი აზრით იქნება ცუდი ვარიანტი, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ არჩევნები ჩატარდება ისეთ ფონზე, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი ამორჩეველი იქნება დაბნეული, ძალიან რთული იქნება მისი მობილიზაცია და მართლაც გამართლდება ივანიშვილის სავარაუდო ვარაუდი, რომ სავარაუდო ასე ვთქვათ ჩანაფიქრი, რომ კი ბატონო, დემოკრატია გვაქვს, ოპოზიცია იღებს მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ ხო ხედავთ რა სუსტი შედეგი აჩვენა. კი ბატონო, თუმცა ასევე შესაძლებელია დაუშვათ ალბათობა იმისა, რომ არჩევნები ჩატარდება და იმ შემთხვევაში თუ არ მიიღებენ ოპოზიციური პარტიები, დაუშვათ თეორიულად, არ მიიღებენ მონაწილეობას, მაშინ ხელისუფლება იტყვის, რომ ის მზად იყო გამართული დემოკრატიული, და შესთავაზე და არ მიიღეს პარტიებმა მონაწილეობა. ესეც რაღაცნაირად პასუხისმგებლობის ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამას იტყვის, მაგრამ ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, უფრო მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების და ოპოზიციური საზოგადოების თანმიმდევრული და ლოგიკურად გამართული პოზიცია, თორე ხელისუფლება რა თქმა უნდა ამას იტყვის, რომ წაეგზალა პარტიები, იტყოდა რომ ჩვენ ვიღაც ცუდი პარტიები ავგზავნეთ, თორე ოპოზიცია კი არ აგვიგზავნავს და კი ბატონო მიიღონ მონაწილეობა კარგმა ოპოზიციურმა პარტიებმა. კი ბატონო, ხედავთ ჩვენ ოპოზიციური პარტიების რეგისტრაციის პროცესს და ალბათ სავარაუდოდ კიდევ გაჩნდება რამდენიმე ასეთი ოპოზიციური პარტია. ბატონ გია, ასეთი რამ მინდა გკითხოთ და საინტერესოა შევთავაზოთ თქვენი ანალიზი მაყურებელს. ფაქტია, რომ ჯერჯერობით ღიად მხოლოდ ერთმა პარტიამ, გახარიას პარტიამ თქვა, რომ დიახ, ის ემზადება კალენდარული თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. სხვები ამ განცხადებას არ აკეთებენ, თუმცა გახარიას განცხადება საგულისხმო იყო მასთან დაკავშირებით, რომ პირველ დარტყმას მე მივიღებო და თქვენ დაინახავთ, რომ ყველა პარტია მომბაძავს მე და ამ პროცესში ჩაერთვებაო. რატომ ვერ ბედავენ, თუ კი ისინი აპირებენ ჩართვას და თუ კი არ აპირებენ, მაშინ 6 თვე ძალიან შორია არჩევნებამდე იმისთვის, რომ თქვან ნებისმიერ შემთხვევაში, განცხადების გაკეთება და განცხადებისგან თავის შეკავება, რითი აიხსნება ეს? აიხსნება ჩემი აზრით იმ დილემის სირთულით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება თავისთავად არის ცუდი და ამიტომ ისინი დროს წელავენ მაქსიმალურად, რომ რა იცი რა ხდებას პრინციპით იქნებ რაღაცნაირად რაღაცა მოხდეს ისეთი, რა თქვა, კიდევ ხელახლა ახალ ძალას შთაბერავ, თქვა, საპროტესტო მუხტს, ან არ ვიცი,
რაღაცა შეიცვალოს და რაღაც იქნებ ახალ სიტუაციაში რაღაც ახალი არგუმენტები გამოჩნდეს ან ერთი ან მეორე გადაწყვეტილების მისაღებად. იმიტომ როცა გაქვს ცუდი არჩევანი, ორი ძალიან ცუდი არჩევანიდან უნდა გააკეთო რაღაც მიიღო გადაწყვეტილება, გინდა რომ გადადო ეს გადაწყვეტილება. ეს არის ალბათ ბუნებრივი სურვილი. და მით უმეტეს რა კი არის ოპოზიციის შიგნით განსხვავებული აზრები ამის თაობაზე, არის განსხვავებული სიგნალები ოპოზიციური საზოგადოებიდან, ესეც რა თქმა უნდა ართულებს საქმეს და ესეც ბადებს იმის სურვილს, რომ რაც შეიძლება გვიან მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. კი ბატონო, ერთი ასეთი კითხვაც მინდა მოვასწროთ. მოცემულობაა ის, რომ ჯერჯერობით ქართული ოცნება მიყვება საკუთარ დღის წესრიგს, ოპოზიცია ვერ ცვლის ვერაფერს, თუმცა განიხილება ყოველ შემთხვევაში პარტიების მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია, უпростоრად არ არის გამორიცხული, მაგალითად კალენდარული თვითმმართველობის არჩევნები და sapparlamento ხელახალი არჩევნები ჩატარდეს ერთდროულად ერთ ვადაში. ამაზე რას ფიქრობთ? რამდენად ლოგიკურია ამის მოლოდინი და დავუშვათ, რომ ეს შესაძლებელია. რა რესურსი აქვს დღეს ოპოზიციას იმ ნიშნულიდან, სადაც ისინი იყვნენ 2024 წლის არჩევნებისას, მათი ნდობა საზოგადოებაში, საკუთარი ამომრჩევლების ნდობა გაიზარდა, შემცირდა. მოკლედ, რამდენად მზად არის დღეს ოპოზიცია იმ მიზნისთვის, რომელსაც ის ისახავს მიზნად, რომ ხელისუფლებას წაართვას ძალაუფლება? თუ ახლა შევადარებ დღევანდელ მდგომარეობას, ამ საღამოს მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მიმართ ნდობა შემცირებულია შედარებით არჩევნებთან. მაგრამ თუ ჰიპოთეტურად, თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ ხელისუფლება დათანხმდა ადრეულ არჩევნებზე და თუ ის დათანხმდა, რა თქმა უნდა, ის შემოდგომაზე უნდა იყოს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ საპროტესტო მოძრაობამ გაიმარჯვა და ხელისუფლებამ ძალიან პრინციპულ საკითხში უკან დაიხია და თუ ეს მოხდა, რა თქმა უნდა, ძალთა თანაფარდობა და საზოგადოების განწყობა რადიკალურად შეიცვლება და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ოპოზიციას ძალიან სერიოზული წარმატების სერიოზული შანსები ექნება ამ, ასე ვთქვათ, ვადამდელ არჩევნებში. კი ბატონო, ის რომ დღეს ერთიანი პოზიციით ვერ გამოდის ოპოზიცია, არ არის მათი გადაწყვეტილებები შეჯერებული და ვნახეთ დაიშალნენ, ხო? მაგალითად, გახარიას გუნდი ყოველთვის იკავებდა თავს საჯარო დგომისგან, სადაც სხვა ოპოზიციური პარტიები იყვნენ და შედეგიც მათი განცხადება, რომ ისინი დამოუკიდებლად სხვებისგან მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. როგორ შეიძლება ეს აიხსნას? ეს არის მათი პარტიული ინტერესები, მხოლოდ თუ აქ შეიძლება ისევ მათი მთავარი კონკურენტის, მთავარი მტრის ბრჭყალებში ქართული ოცნების ხელიცერიოს. არ მგონია, ახლა არ ვიცი, გამორიცხული არაფერია, მაგრამ მე პირადად არ ვეძებ, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების ხელს. იმაში, რომ არ არის საერთო ოპოზიციური პლატფორმა, ამაში არის ორი მიზეზი ალბათ, ორი მიზეზი შეიძლება დავიყვანოთ. ერთი, რომ ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს არ ენდობიან, ვერ შეძლეს რაღაცნაირად, ამიტომ არა მარტო გაერთიანება, არამედ თუნდაც რაღაც ეფექტიანი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნა, რაც თითქოს უფრო რეალისტური უნდა ყოფილიყო. და მეორე მიზეზი ის არის, რომ ოპოზიციის ლიდერები თვლიან, განსაკუთრებით ალბათ იგივე გახარია, მაგრამ ასევე სხვები, რომ ზედმეტი ერთიანობა, ასე ვთქვათ, ყალებში არაპროდუქტიული იქნება, იმიტომ რომ თვითონ ოპოზიციური ამორჩეველია გაყოფილი, გახარიას ამორჩევლისთვის რადიკალურად მიუღებელია ნაციონალური მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლისთვის ვიღაც სხვა და ამიტომ საქმისთვის ჯობია, რომ
ცალ-ცალკე დარჩნენ. კი ბატონო, ბატონგია, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენს შეკითხვებს დაგემშვიდობებით. გია ნოდია იყო ჩვენი სტუმარი, ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. გადაცემის დასკვნით ბლოგში წარმოგიდგენთ ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეა ჩვენი სტუმარი. ბატონო ირაკლი, საღამო მშვიდობისა. მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მადლობა მოწვევისათვის. ბატონო ირაკლი, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ ცვლილებებზე მინდა გკითხოთ და ასე დავიწყოთ ჩვენი ინტერვიუ. ოპოზიციაში უკვე ღიად აცხადებენ, რომ ის ცვლილებები, რაც გარკვეულწილად უწყებამ დაადასტურა, იქნება რეპრესიები პოლიტიკური ნიშნითო. ასეთი იყო ღია შეფასებები. და გაკეთდა განცხადება უწყებაში, ჩვენ ასევე მოვისმინეთ და ვუთხარით ჩვენს მაყურებელს, რომ არ იგეგმება თანამშრომლების გაშვება, არ იგეგმება ევროპული ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმება, პირიქით, რაც იყო განცხადებაში, ვნახეთ რეფორმა ისახავს მიზნად ევროპული მიმართულების გაძლიერებას. თუ შეიძლება გითხარით უფრო მეტი, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, რითი არის გამოწვეული ეს ცვლილებები და როგორ გაძლიერებს ეს ევროპასთან ურთიერთობას? პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ვიტყვით, რომ ახალი მინისტრი ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი ძალიან ეფექტურად მუშაობს, როგორც თვითონ სამინისტროს შიგნით სამინისტროს მუშაობის გაუმჯობესების მიმართულებით, აგრეთვე საგარეო პოლიტიკურ სარბიელზეც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი მხარდაჭერა სამინისტროს ცენტრალური აპარატისგან და მათ შორის საელჩოებისგანაც. უნებრივია, რომ მინისტრს აქვს თავისი ხედვა ეფექტურობის ამაღლებასთან დაკავშირებით და სწორედ ამ მიმართულებით
ელექტორატიც აძლევს ზოგადად ქართულ ოცნებას ხმას და რა ბახარია შემთხვევაში ნაწილობრივ ასეც მოხდა იყოს რომ ისეთი ხო და მე რა მოიგო ამით ქართულმა ოცნებამ არაფერი ხო ამიტომ ვამბობ რომ რაღაცა დადებითი ლოგიკა ხო უნდა არსებობდეს გადაწყვეტილებაში მესმის რო იფიქრო კაცმა რომ ვიღაცა ისეთი ფიგურა შეიძლება გახდეს ვინც წაიღებს ოპოზიციურ ასე თქვა ფლანგზე არსებულ ამორჩევლის ხმებს ეხლა ნაციონალური მოძრაობა ირაკლი ღარიბაშვილს არ მისცემს ხმას და რა ვიცი რა მიზანი აქვს სხვა კი ბატონო ამიტომ ამბობ რომ რაღაცა ეხლა ამ არა აქვს ამას ლოგიკა გამართული და ამიტომ ამბობთ რომ ამ კაცმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას. ხა ზოგადად ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება კიდევ ხელახლა მოხდეს, ხო? ხა ესეც ჰიპოთეტურად ნათქვამია და ძალიან უგამოვნებელია. შეიძლება ყველაფერი მოხდეს და არაფრის გამორიცხვა არ ღირს, განსაკუთრებით პოლიტიკაში. ხა ყველაფერი შეიძლება ამ დედამიწაზე მოხდეს და ბატონო ირაკლი, მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, დაგემშვიდობებით. ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. მე ისევ გავიმეორებ, რომ პატიმრობაში რჩება ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი მედია მენეჯერი მზია ამაღლობელი. ცხადია, სოლიდარობას უცხადებ მას თავისუფლება მზია ამაღლობელს. თქვენ კი მადლობას გიხდით, რომ ეს 1 საათი ჩვენთან ერთად გაატარეთ.